გორის მერია ფარც ამჯერად ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციას ატოვებინებს. საუბარია ქალი და განვითარებაზე, რომლის ოფისიც გორის მერიის მიერ გამოყოფილ სივრცეში იყო განთავსებული. სასამართლო პროცესი დღეს იყო ჩანიშნული, თუმცა გადაიდო. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ აღნიშნულ ფარჩი სარეაბილიტაციო ცენტრის გაკეთება იგეგმებოდა, რაზეც მერია არ დათანხმდა. მერიის იურისტი კი ამბობს, რომ მათ ორგანიზაციას შენობის იჯარით აღება შესთავაზეს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს გორის მერიამ სივრცე დაატოვებინა ახალგაზრდებს, რომლებსაც სოციალური კაფე სპეისი შექმნეს. მანამდე სასამართლო დავა წამოიწყო ახალგაზრდა ფოტოგრაფების წინააღმდეგ და ცდილობს ისინი ფართიდან გამოაძეოს, სადაც ახალგაზრდების მიერ ხელოვნების სახლია მოწყობილი. შეთავაზება ჰქონდა, რომ ჩვენ დაახლოებით 9 მილიონამდე მოპოვებული გვაქვს დაფინანსება და მერიას შევთავაზეთ, რომ თქვენი იყოს მხოლოდ ფართი, მისი აღჭურვა, რემონტი და გარკვეული დაახლოებით 5 წელი მაინც პერსონალის ხელფასები უზრუნველყოფილი იქნებოდა ჩვენი დონორების მიერ, ანუ ქალ და განვითარება დონორების მხარდაჭერით აი ასეთ მნიშვნელოვან წინადადებაზე ვიტყვი ხმამაღლა მაზოგონიით დაავადებულმა კონკრეტულმა პირებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დაწყებულიყო სასამართლო დავა. და ეს სასამართლო დავა იყო უპრეცედენტო მაშინ 2022 წელი იყო და იყო უპრეცედენტო, რომ ქალთა ორგანიზაციის მიმართ დაიწყო, ეხლა კი არის პრეცედენტები, მაგრამ მაშინ არ იყო, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ვიყავით ორგანიზაცია, რომლის წინააღმდეგ აი ასეთი მნიშვნელოვანი და პროგრესული და ძალიან ესეთი სენსიტიური წინადადება უარყო მერიამ და დაიწყო სასამართლო დავა. შენობა ნაგებობები იქნება თუ სხვადასხვა ფართები, გადასცეს სხვადასხვა ორგანიზაციებს მათი საქმიანობის განსახორციელებლად. რაც მე პირადად საკრებულოში ვარ, ყველა ორგანიზაციას დაუკმაყოფილა მოთხოვნა და გაუგრძელა უსასრულოდ უზურპრუქტის ხელშეკრულებები ქალი და განვითარების გარდა. ეს აჩენს ეჭვს, რომ აი ამ კონკრეტული ფართით დაინტერესებულია კონკრეტული ჩინოვნიკი ქართული ოცნებიდან და პიროვნულად ცხადია მე არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ ყველაფერი მიუთითებს იმისკენ, რომ კონკრეტული ჩინოვნიკია დაინტერესებული ამ ფაქტით და შესაბამისად სწორედ ამიტომ აძევებენ ორგანიზაციას, რომელიც 20 წელზე მეტია სასიკეთო საქმეს აკეთებს. 2019 წლის 22 ოქტომბერს გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და აიბ ქალი და განვითარება შორის გაფორმებული იყო უსასყიდლო უზურპრუქტის ხელშეკრულება. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 1 წლით, ანუ გავიდა 1 წლიანი ვადა 2020 წლის 22 ოქტომბერს ამოიწურა ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შესაბამისად ვითხოვთ აიბ ქალი და განვითარების უკანონო მფლობელობიდან გორის მუნიციპალიტეტის მერის საკუთრებაში არსებული ქონების გამოთხოვას. ანუ ქალბატონი ფათის მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ გაგრძელებულიყო ხელშეკრულება უსასყიდლო, მაგრამ მერი ამაზე თანახმა არ არის, მიზანი შეუწოვნლად მიაჩნია, ანუ შევთავაზეთ გაგვეფორმირე იჯარის ხელშეკრულება, მაგრამ სამწუხაროდ აი ქალი და განვითარება ამაზე არ იყო თანახმა.